ზუგდიდსა და ფოთში გამართული კინოჩვენება ისევ განცხადების თემაა. საკითხს მხარეები სწავლობენ, მათ შორის სახალხო დამცველი. არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა თაობა საქართველოსთვის. ხელმძღვანელი გია სალუქვაძე კი ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით მან არ იცოდა, რომ ჩვენებას სკოლის მოსწავლეები უნდა დასწრებოდნენ. სალუქვაძე ამბობს, რომ ფილმს ყველა რეგიონში ჩაიტანს. აღნიშნული შესახებ სალუქვაძემ განცხადება პორტალ კვირას პრეს-კლუბში გააკეთა. იქ წავედის ევროპაში და ჩვენ მიწვეული ვართ საფრანგეთის. ჩვენი მიზანი ფოკუს ჯგუფი არ იყო ბავშვები. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის ამის წარდგენა. არანაირი გათვლა იმაზე ჩვენს ორგანიზაციას გიასა ოთხიშვილის მამას, რომ მე ფოთში დამკვდებოდა დაუშვათ ბავშვები ზუგდიდში, ხობში ან სხვაგან, ამაზე ფიქრიც არ შემეძლო და არც იყო ეს ჩვენი მიზანი. იქ თუ ბავშვები მოხვდნენ დარბაზში, ამის ორგანიზებას მე ვერ გავაკეთებდი, ამის ეს იყო შეუძლებელი, ჩვენი მასპინძლები იყვნენ პოლიტიკურად რეპრესირებულები იმ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ. ეს ხალხი ამ ხალხზე განმარტებას გააკეთებს, როგორ მოხდა, სადაც მოხდა, ფოთის მაგალითია მხოლოდ და მხოლოდ ეს ბავშვები დარბაზში. მე არ მქონია ურთიერთობა რესურს ცენტრებთან, ვერ მექნებოდა და წარმოდგენაც არ მაქვს